საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჯირი მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონის შესახებ. დილამშვიდობისა მამა იაკობ. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გილოცავთ დედის დღეს, მიულოცავ ყველა დედას. მიულოცავ დედაჩემსაც, რომელიც თბილისში არ იმყოფება და მადლობა ღმერთს თქვენ უსმენდით თქვენს გადაცემას, რომ მიულოცეთ თქვენს დედებს. მადლობა უფალს, რომ ჩვენ დედები გვყავს გვერდით და შეგვიძლია რომ მიულოცოთ მათ და ვისაც აღარ ყავს ღმერთმა აცხოვნოს მათი დედები. გაიხარით, ძალიან დიდი მადლობა. როგორც უთხარით მაყურებელს, წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში და რომ აუხსნათ და განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რა არის წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი, როგორც ვიცით, დიდმარხვის პირველ 4 დღეს იკითხება, 4 ნაწილისგან შედგება და უფრო მეტ დეტალზე თქვენ გვეტყვით ბუნებრივია. ანდრია კრეტელის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ღრმა სწავლება არის ამ ტექსტში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უკავშირდება სინანულს და აი ეს სინანული ნაჩვენები არის წმინდა წერილის ფონზე. როგორც ადამმა სცოდა, როგორც ევამ სცოდა, როგორც სხვა მრავალმა სცოდა, მათი შეცოდება გახსენებული და ვიცი რომ მოწყალე ხარ ღმერთო მათთან გამოვლენილი წყალობის კვალობაზე და მათ მსგავსად შემიწყალე მე. აი ეს არის ძირითადი სათქმელი წმინდა ანდრია კრეტელისა და ასევე მნიშვნელოვანია ის საღვთისმეტყველო სწავლება, რომელიც ამ წიგნში არის, ამ ტექსტში. საუბარი არის ტრინიტარულ სწავლებაზე, ანუ ყოვლადწმინდა სამების სწავლებაზე, საუბარი არის ქრისტოლოგიაზე, ანუ კონკრეტულად ქრისტეს შესახებ სწავლებაზე, საუბარი არის მარიოლოგიაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლება და რა თქმა უნდა, ნახსენები არის ძველი და ახალი აღთქმის მართლები და ასევე ცოდვილი ადამიანები. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ვერ შევეხებით სრულად, მაგრამ ვეცადეთ რომ ორშაბათის საკითხავიდან გამორჩეული ადგილები მოვნიშნე და შევეხოთ შეძლების და გვარად. აი ესეთი პირველი მუხლი არის ესეთი, პირველ ქმნილსა ადამს გარდასვლითა ვებაძე და განუბრძარ სიშუშლე ვაგრძენ სიშიშვლე და განბძარ ბუნებայի ჩემი. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ შეცოდებას საკუთარ თავს მიაკუთვნებს იგი. ანუ ზოგიერთი ადამიანი ეკლესიის გარეთ ყოფი ფიქრობს, რომ ადამმა შესწოდა, ევამ შესწოდა და არ მაქვს მე წილი ამ შეცოდებასთან, თუ ასე ვიტყვით. ამიტომ ის ამბობს, რომ როგორც ადამმა შესწოდა, ასევე ვიგრძენი მე საკუთარ თავში განშიშვლება. აი ამ განშიშვლებაში გულისხმობა ის, რომ ზოგადად წმინდა წერილში სიშიშვლე არის სისუსტე. და როდესაც მსტოვრები მიდიან ისრაელიანთა წიაღში, ანუ მზვერავები და ხდება ამ მზვერავების შეპყრობა, ისრაელიანები ეუბნებიან, რომ თქვენ მოხვედით ამ ქვეყნის სიშიშვლის სანახავად, ანუ თქვენ გსურთ რომ დაზვეროთ ჩვენი ქვეყნის სუსტი ადგილები. აი ეს სიშიშვლე ყოველთვის იყო სუსტი წერტილი და ვიგრძენი ჩემი სისუსტე იმის გამო რომ მე გარდავაქცი, ანუ დავარღვიე მცნება, შენი რჩევა რომ არ გავითვალისწინე და შეცდომა დაუშვი, საკუთარ თავში ვიგრძენი სულიერი სისუსტე, აი ამას ეუბნება. და მნიშვნელოვანია რომ ადამის მაგალითია გახსენებული, როგორც ადამის შემთხვევაში მოხდა ეს, ჩემ შემთხვევაშიც ამგვარად განვიცადე მე ცოდვისმიერი გამოცდილება. ჰოი უბადრუკო სულო, რაისა ემსგავსე პირველსა ევას. და არა მარტო ადამიან ნახსენები, არამედ ევას დაცემაცა ნახსენები. რა არის ევას დაცემა? რა იგულისხმება ამ მდგომარეობაში, რომ ევა მიხილა მშვენიერება ცნობადის ხისა, კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისა და ლამაზი სახილველი იყო, ამავდროულად გემრიელი იყო ხილვად და უпростоრად გემრიელი იყო გემოს ხილვით და მშვენიერი იყო სანახავად, მიიზიდა აი ამ კეთილ მშვენიერებამ და არის ადამის გარეშე. აქ არ არის დიალოგი ადამსა და ევას შორის პირველ შეცოდების წინ, ცალკე არის ადამი და ცალკე არის ევა და აი ეს რასაც წმინდა ილია მართალი ამბობს, გათითო კაცების პრობლემა ჯერ კიდევ იყო ედემში და ევას მარტო მყოფობას, ასე ვთქვათ, წინ უსწრებს ადამიანთან დაშორება. ადამიანის გვერდით არ ყოფნა. ადამი, რომელიც ღვთის პირველი ქმნილება და რომლისგანაც ესმა ევას ღვთისმცნება და ნება. ანუ პირველი გარდამოცემაც
უფლისმიერი უწყებისა იყო ადამის მიერ, იყო ედემში და მოისმინა ევამ და ასეთ ადამიანს, ასეთ მეორე ნახევარს ტოვებს იგი და მის გვერდით არ იმყოფება, ბუნებრივია ცდუნებულია ამ ფონზე და უშვებს შეცდომას. და ბოლოს ვიცით რომ ამის ცოდვისმიერი შედეგი არის ედემის მიღმა დარჩენა და იხსენებს წმინდა მამამ ამ მდგომარეობას სამართლად განიხადა ედემით ადამ. ანუ ედენ არის ებრაული სიტყვა, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს და ნეტარ სამყოფელს ნიშნავს. ნეტარებად ითარგმნება ედემი, ნეტარ სამყოფელის მიღმა. სხვა ადგილზე არის ნახსენები 64-ისა იგი ფუფუნება, აი ეს სიტყვებიც კი არის ნახსენები. ამის მიღმა დარჩენილია ადამი და ევა, რამე თუ არა დაიმარხა ერთი მცნება იშენი. ანუ მხოლოდ ერთი შენი რჩევა არ გაითვალისწინა ადამმა და ევამ და აი ამ ნეტარებას, ამ ფუფუნებას, ამ კეთილდღეობას მათთვის გამზადებულს მოაკლდნენ ისინი. ხოლო მე რა იყო? ნახეთ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ადამმა შეცოდა და მე არ შევცოდავდი. წმინდა მამა ანდრია კრიტელი ამბობს, რომ მათ ერთი მცნება, ერთი რჩევა, ერთი მოწოდება დაარღვიეს. ხოლო მე უამრავი მცნება დავარღვიე ღვთის წინაშე. ნახეთ როგორი სიტყვებია, ხოლო მე რა იყო, რომელიც სამარადისოდ უდებ ყოფ სიტყვათა შენთა მაცხოვარ. ანუ ერთხელ კი არ დავარღვიე მცნება, არამედ სულ შენი მცნების დარღვევით გამოვირჩევი, ანუ ცოდვის მიერებით. ზიარების წინა ლოცვებში არის ესეთი სიტყვები, შენ მხადი, ხოლო მე გეულტი, ესრეთ ყოვლითურ წინააღმდგომარ ცხოვრებაი ჩემი წინაშე შენსა. ანუ სულ მეძახი შენ და მე გაგირბი ვარ. მე გეულტი ნიშნავს იმას, რომ მე შენგან გავრბი ვარ ღმერთო. და ასეთ წინააღმდეგობაში მოდი სულ ჩემი ცოდვის მიერი მდგომარეობით ჩემი სული შენს წინაშე ღმერთო და შემიწყალე მე. მაგრამ აი ამ ცოდვის მიერების მიუხედავად არის ცოდვის მიერი გამოცდილებიდან გამომდინარე იმედი და ნუგეში. და რა არის ნახსენები, ნახეთ. შეგწოდე შენ უფრო ის ყოველთა კაცთა. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ. ბუნებრივი ანდრია კრიტელიც ამ სიტყვებს ამბობს, რომ ყველა ადამიანზე უფრო მეტად მე შეგწოდე შენ. არა თუ ადამიანზე, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაში თუ კი ვინმე ყოფილა, მათზე ცოდვილი ვარ მე. ეს არის სიწმინდის ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც ადამიანს უაღრესად ცოდვილად მიაჩნია საკუთარი თავი და ხედავს ამ ცოდვის მიერ მდგომარეობას. მაგრამ არ წარიკვეთს სასოს, ეს არის მნიშვნელოვანი. მხოლო მან განგარისხე, მე ვარ ერთადერთი, რომელმაც შენში ცოდვის მიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უწყალობა და უმადლობა განვაპირობე ჩემი ცხოვრებისა. არამედ ღმრთეებრ მაცხოვრნე ქმნილი შენი. მაგრამ მე ვიცი რომ შენ ღმერთი ხარ და შენი შექმნილი ვარ და როგორც ღმერთს შეგიძლია ჩემი ცხოვნება. გამოვსახენ უკეთურნი ვნებანი გემოსხილვითა ურჩებისათა. ანუ არ დაგემორჩილე შენ და აი ამ ურჩობის კვალობაზე მე ცოდვა დავაგემოვნე, ცოდვის მიერი გამოცდილება შევიძინე და წარწყვდები და წარწმიდე გონებისა შვენიერება, ის პირველქმნილი უბიწოება, ის სიხალასე, ის სიწმინდე და სიწრფოება, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვებშია შემორჩენილი, დავამძიმე და დავაზიანე მე. სხვაგან არის ნახსენები გაუბძარე, ანუ ძველ ქართული სიტყვა ეს და რაღაც ნაკლულევანება თითქოს ბზარი შევიტანე ამ პირველქმნილ და პირველ ყოფილ სიწმინდეში. და შემდეგ არის ნახსენები გარდამეცნეს ღელვანი ვნებათანი. მიუხედავად იმისა, რომ მეც ჩემ ცოდვილობას ვაღიარებ, ვიცი რომ ჩემზე ძალიან დიდი საცდური და ძალიან დიდი მანქანება იყო ამოქმედებული ეშმაკისა და გარდამეცნეს ღელვანი ვნებათანი მოწყალე უფალო, არამედ ვითარცა პეტრეს ხელი აღმიბყარ. არა მარტო ძველი აღთქმის ადამიანებია გახსენებული, არამედ თავთა მოციქული პეტრე. პეტრე, რომელიც გულმხურვალებას იჩენს და ამბობს, რომ მიბრძანე მე მოსვლად შენ და უკვე თუ შენ ხარ უფალო. აი საუბარია იმ მდგომარეობაზე, როდესაც ღელვის დროს ნავში მყოფებ მოციქულებს აჩრდილი ეგონათ ქრისტე და შეეშინათ და ღაღატყვეს შისაგან, მაგრამ ქრისტემ თქვა სიტყვები კადნიერ იყვენით მე ვარ, ნუ გეშინიათ მე ვარ. და პეტრე განსაკუთრებული გულმხურვალებიდან გამომდინარე ამბობს, რომ თუ კი შენ ხარ უფალო, მომეცი ნება და უფლება რომ მოვიდე მე შენთან და მართლაც მიდიოდა იგი, მაგრამ ჩაიძირა
თავისი შეეჭვების გამო და ამიტომაც პეტრეს მსგავსად მეც მოვდიოდი შენსკენ, წმინდა ანდრია კრიტელი ამბობს და მინდოდა მოსულიყავი, მაგრამ ვეღარ მოვედი შენამდე. და როგორც პეტრე ჩაიძირა, ამომიყვანე მის მსგავსად უფალო. ნახეთ ეს სიტყვებია, განუბძარე მე პირველ სამოსელი, პირველ ქმნილი ჩემი. ანუ პირველი სამოსელი რა არის ადამიანის? სიწმინდე. რაც ადამიანმა შეიმოსა ღვთისაგან ეს იყო სიწმინდე. შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი. ანუ სამოსლის მსგავსად სიწმინდე ემოსა ადამიანს და სამოსლის ასე ვთქვათ, შებღალვა და ასე ვთქვათ, ბიციერ ყოფა ნიშნავს საქმიანობას უკეთურს. თუ კი მე წმინდა და სუფთა მოსიეს, ესე იგი მე სუფთად ცხოვრობ. ხელთა შემთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და დავიბანე უბრალოებითა ხელნიჩემნი, ამიტომ ნათქვამი, რომ არა მარტო წყლით ვიბან მე ხელებს და ჰიგიენური სისუფთავი არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ჩემ ხელებს განწმენს ჩემი პატიოსნება, ჩემი საქმიანობა და ჩემი ხელები, ჩემი უბრალოებით, ანუ პატიოსნებითაა დაბანილი. ესაა ნახსენები ფსალმოთა წიგნში, ხოლო აი ამ უბრალოების და პატიოსნების კვალობაზე სიწმინდეს შეიმოსავს ადამიანი და სიწმინდის გვირგვინი არის ღმერთი, ანუ ღმერთშემოსილობა და ამიტომაც არის ძველ ბერძნული ტერმინი თეოფოროს, ღმერთშემოსილი. და ნახეთ რა არის ნახსენები, განუბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველიდან მიქსოვა ღმერთმან, ანუ შემიქმნა და ვძემე შიშველი. აი ეს შიშველი არის კიდევ ერთხელ ვამბობთ სისუსტე და ის სიწმინდე, რომელიც მომადლა და მომიქსოვა ღმერთმა, ანუ უშრომელად მომადლა მე, დავკარგე და აი ამ სიწმინდის დაკარგვის კვალობაზე ვიგრძენი სულიერი სისუსტე და დაუძლურება. და რა არის ამის ნაყოფი? მოსიეს მე ხენეში კვართი. ხენეში არის უხეში, ხენეში არის აი ჯვალოს ნაჭერი, ანუ უხეში ნაჭერი, რომელიც ყველაზე უბირ ადამიანს ეცვა, ანუ ყველაზე ნაკლებად დაწინაურებულ ადამიანს, ყველაზე უპოვარ ადამიანს, ანუ წყალობას მოკლებულ ადამიანს. და აი ეს ხენეში კვართი ზოგჯერ იყო სამოსი მეფეებისაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს სინანულში ამყოფებდნენ, ვიცით დავით მეფსალმუნე, რომელმაც შეიმოსა ჯვალოს ნაჭერი, ანუ ხენეში კვართი, ეს იყო მხოლოდ შიშიშვილის დასაფარი უხეში სხეული და თავზე დაიყარა ნაცარი, რომელიც იყო ძალიან დიდი გლოვის და სინანულის სიმბოლო და ამბობს, რომ აი ამ პირველქმნილი სიწმინდის დამკარგავი შემოსილი ვარ ხენეში კვართისა, ანუ მონანული ვარ და განწყობილი ვარ იმისათვის, რომ შენ შეგირიგდე უფალო, რომელი მიქსოვა გველმან. ნახეთ მოსიეს მე ხენეში კვართი, რომელი მიქსოვა გველმან. გველში ყოველთვის იგულისხმება დაცემული ანგელოზი, დაცემული ძალა, ანუ ეშმაკი, სატანა, წინააღმდგომი და გველი არის ერთ-ერთი ბიბლიური ალეგორიული სახისმეტყველება და არა მარტო გველი, არამედ მგელი, იმიტომ რომ ზიარების წინა ლოცვებში არის ნახსენები სიტყვები წარმიტაცოს მე გონიერმან მგელმან ზაკვით და მაცდუნოს. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მგლის მიერ ადამიანის პირდაპირ მნიშვნელობით მონადირება, არამედ მგელში აქაც იგულისხმება გველი, ანუ ეშმაკი. არის კიდევ სხვა ბიბლიური სიმბოლოები, მაგალითად ვეშაპი თავისი დაუცხრომლობით, რომელიც ყოველთვის ასე ვთქვათ ცდილობს, რომ დანთქას უამრავი წყლის ბინადარი, ასევე ლომიც არის მისი სიმბოლო, როგორც მტაცებელი, რომელიც მზირინ ფარულად მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა, როგორც ფსალმოთა წიგნი ამბობს. და ესე იგი, რა არის განსხვავება აი ამ მდგომარეობაში? ღმერთმა მოუქსოვა სიწმინდის სამოსელი ადამიანს, ხოლო გველმა ხენეში კვართი შემოსა, უხეში, უპატიო და ღირსების დამაკნილებელი, ანუ შეუფერებელი ადამიანისათვის და განზრახვითა კდებულ ვარ შენგან და მე მრცხვენია შენი უფალო, რადგანაც არ მაქვს ის შესაფერისი შესამოსელი, რომელიც მე უნდა მქონდეს, ანუ სიწმინდე, რომელიც შენ მე უშრომელად მომეცი, დავკარგე და ისეთი რამ მაცვია, ანუ ხენეში, რომელიც ჩემი ღირსებისთვის შეუფერებელია და ამანად შემარცხვინა და მრცხვენია მე შენი. მეძავისა მის ცრემლთა მეცა შევსწირა და გამოსავალი არის ის, რომ
ღრმა და დიდი სინანული კონდეს ადამიანს აი ასეთი მდგომარეობის დროს და თუ კი მეძავმა შეინანა და მეძავი არაუკუაგდო ღმერთმა და შეიწყალა ეს არის ყველა ცოდვილისათვის ძალიან დიდი მაგალითი იმისა რომ ღმერთი მოწყალია და წირვის დროს, როდესაც მღვდელი ამბობს ასამაღლებელს, რამე თუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენ და დიდებას აღვავლენთ ერი ანუ მგალობელთა გუნდი ამბობს ამინ, ანუ ჩვენ გვწამს რომ სახიერი და კაცთმოყვარეა ჩვენი ღმერთი და ამიტომ გვაქვს იმედი რომ იგი ყოველთვის შეგვიწყალებს ჩვენ და მან არაუგულებელყო მეძავი და შეიწყალა და ყოველი ცოდვილი ადამიანისადმი არის მოწყალე და ამის მაგალითია იოანეს სახარების მეოთხე თავი საუბარი სამარიტელ დედაკაცთან, როდესაც სამარიტელ დედაკაცს ყავდა 5 პარტნიორი და მეექვსე რომელთანაც თანაცხოვრებაში იყო არ იყო მისი ქმარი და ქრისტე არამხელს მას და ეუბნება წარვე და მოხადე ქმარსა შენსა მოიყვანე შენი ქმარი ჩემთან და ის ამბობს რომ მე არ მყავს ქმარი და ქრისტე ეუბნება ესე კეთილად თქვი ეს კარგია რომ აღიარე და შეძელი ამის საჯაროდ თქმა ნუ საჯაროდ იგულისხმება რომ აღიარება ქრისტეს წინაშე და შემდეგ იგი საჯაროდაც აღიარებს სამარიტელთა ქალაქში ყოველივე მითხრა მე რაოდენი ხმენ და რა არის კეთილი? კეთილი არის ცოდვათა აღიარება და კეთილი ნაწილის გამორჩევა და ეუბნება დიპლომატიურად ქრისტე რომ რადგანაც შენ 5 ქმარი ყავდა და ახლა რომელიც ყავს არც ისა შენი ქმარი და ამის აღიარება რომ შეძელი ეს არის ძალიან დიდი სიკეთე და მე მხოლომან ვწოდე შენდამი მე ვწოდე უფრო ის კაცთა ქრისტე მაცხოვარ ნუ განმაგდებ მე ნახეთ აი ეს ქრისტოლოგიური სწავლება რომელიც ვახსენეთ მას ანუ ქრისტეს აღიარებს ღმერთად იცის რომ ქრისტე არის მოწყალე და მიუხედავად იმისა რომ ამბობს რომ ყველა კაცზე მეტად შევწოდე ვიცი რომ შენ შეგიძლია ჩემი შეწყალება ამიტომაც ხმობ და მოგმართავ შენ რომ შემიწყალო მე ჰემ წყემსო სახიერო ქრისტე მომიძიე ცხოვარი და ცთომილსა ნუ გულებელ მყოფ მე ვარ ის დაკარგული ცხვარი რომელმაც კეთილმა წყემსმა უნდა მოიძიოს და როდესაც დატოვებს 99-ს და ერთს მოძებნის ქრისტეს სიტყვების თანახმად და არის ნახსენები უფლის მიერ სხვა სიტყვები სხვა ადგილზე რომ სხვანიცა ცხოვარნი მიდგან რომელნი არ არიან ამის ეზოსაგან ანუ მე მყავს სხვა ბევრი ცხვარი რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრი არაა და რომელიც ამ ეზოში არ არის და ხმისა ჩემისა ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს და მე მათ მოვაქცევ და მოვაბრუნებ ეკლესიის წიაღში და მეც ამგვარი ცხვარი ვარ წმინდა ანდრია კრიტელი ამბობს რომელიც ეკლესიის გარეთაა რომელიც წარწმედის გზაზეა და ვიცი რომ მოწყალე ხარ და ვაქ ამის იმედი რომ არ დამტოვებ მომიძიებ და დამაბრუნებ მამის წიაღში შენ ხარ დამბადებელი ჩემი შენ ხარ ტკბილი იესო ნახეთ როგორი სიტყვებია ანუ მან იცის რომ გამოცდილება აქვს ასეთი რომ ღმერთი მოწყალია და ტკბილია და ყოველ გოლეულზე და ანთრაგზე უფრო ტკბილია როგორც ფსალმუნთა წიგნი ამბობს ანუ ყველა სიტკბოზე გამოუთქმელია ის სიტკბოება როდესაც ადამიანი თან განიცდის ღვთის წინაშე იმას რომ ცოდვილია და თან მასთან ღმერთია ამ ცოდვილობის მიუხედავად ამაზე დიდი სიტყვება არ არის და შენ მიერ განმართლდები მხსნელო და აი ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია მე აღარ გავაგრძელებ ბევრს მაგრამ აუცილებელ მუხლებს შევეხები ნახეთ როგორი ზლისპირი არის ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსულისა შენისა და შეეშინა ესე იგი წინასწარმეტყველი რომელმაც იცოდა რომ უნდა განკაცებულიყო ქრისტე ანუ ღმერთი უნდა მოსულიყო ადამიანად მან ამის შესახებ როდესაც თავადვე ღვთისგან გაიგო შეშინდა და ნახეთ რამ შეაშინა ვითარ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ როგორ უნდა იშვე შენ ქალწულისაგან ღმერთო და როგორ უნდა გიხილოთ ჩვენ ადამიანებმა შენ დაუსაბამო ღმერთი უფალო მესმას მენა შენი და შემეშინა დიდება ძალსა შენსა უფალო მე მოვისმინეს დიდებულება და განკვირვებაში ვარ ანუ განცვიფრებული ვარ მაგრამ დიდება შენ ძალს უფალო და მე მრწამს რომ ასე იქნება ამიტომაც პავლე მოციქული სხვა ადგილზე ამბობს ღმერთი გამოჩნდა ხორცითა ყრმათაცა ეზიარა ხორცითა ეს სხვა ადგილზე აკიდენ ნათქვამი და აი ამ უწყების თანახმად რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო ესაია წინასწარმეტყველი ამბობს ქალწული მიუდგება
და შობს ძეს, უწოდებენ მას ემანუელს, რომელიც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. და მე მინდა შევეხო ასევე ყოვლადწმინდა სამების შესახებ სწავლებას და ასევე მარიოლოგიას და ამით დავასრულებ. განუყოფელად არსებითა, შეურნევნელად პირებითა ღმრთის გმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღმრთეებასა. ანუ ყოვლადწმინდა სამების განუყოფლობის შესახებაა სწავლება, შეურევნელობის შესახებაა სწავლება, ანუ ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, შობდა ქალწულე ბუხსნელო და გიე ორკერძოვე ბუნებითა ქალწულად. ანუ შენ შობ და ისევ ქალწულად რჩები შობის შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულსა ხოლო საშო შობს განუხსნელად რამე თუ წესთა ბუნებისათა ძლევს ღმერთი და ყოფს მას რაიცა ენებოს. ანუ ღვთისნებით ყველაფერი აღსრულდება, ღმერთი აღასრულებს იმას, რაც სურს, თუნდაც ქალწულისაგან იშვება და ქალწულადვე დარჩება მისი ყოვლადწმინდა დედა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, ანუ მარიოლოგიის შესახებ სწავლება და ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ანუ ტრინიტარული სწავლება, მამის შესახებ სწავლება, ძის შესახებ სწავლება, ანუ ქრისტოლოგია, სულიწმინდის შესახებ სწავლება, ანუ პნევმატოლოგია, ყველაფერი დაუნჯებულია აი ამ საკითხავში, რომლითაც წარმოჩენილია წმინდა ანდრია კრიტელის ძალიან ღრმა ცოდნა ღვთისმეტყველებისა და ჩვენ არ დაგვჭა დრო რომ მისი ცხოვრების შესახებ გვეთქვა. ის იყო გამორჩეული თავისი სიყრმიდან, მაგრამ მასაც ჰქონდა პრობლემები 7 წლამდე უჭირდა მეტყველება და 7 წლის შემდეგ, როდესაც იგი ეზიარა პირველად ამეტყველდა და არა მარტო ამეტყველდა, არამედ სასიამოვნო მოსასმენიც კი იყო იგი და მან მიიღო ძალიან დიდი განათლება და იგი იზრდებოდა იერუსალიმის პატრიარქის კარზე და უნდა ყოფილიყო იერუსალიმის პატრიარქის მოსაყდრეც კი, მაგრამ საეკლესიო წესიდან გამომდინარე მისი ასაკის სიმცირის გამო იგი არ იქნა გამორჩეული მოსაყდრედ და მერე მას ჩაებარა ქრივთა და ობოლთა სახლები, ანუ ის ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული მოღვაწეობა, რომელიც იმ დროშივე არსებობდა ეკლესიაში, ბოლოს მიდის კრიტის სამწყსომდე იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ მას სურდა, რომ ყოფილიყო მოღვაწე, სურდა რომ უფრო მეტად მონასტერში ყოფილიყო და არა, ასე ვთქვათ, პირველი პირი და იერარქი, მაგრამ გამოარჩიეს ეპისკოპოსად და მინდა ვთქვა, რომ მან ანდრია კრიტელმა სინანულის კანონის გარდა ძალიან ბევრი ლამაზი საგალობელი შექმნა, განსაკუთრებით გამოირჩევა იოანე ნათლისმცემლისადმი მისი შექმნილი სადიდებლები და ასე ვთქვათ შესხმანი სულიერნი, როგორც ბერძნულად არის ოდოი პნევმატიკოი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ დიდი სინანულის კანონი და ამის მსგავსად ჩვენმა მეფემ დავით აღმაშენებელმა გალობანი სინანულისანი შექმნა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენთან მომბრძანებისთვის მამა იაკობ. მადლობა თქვენ. საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჯირი იყო ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი.